ჩაირიცხა ხო ლიკუნა. ხო, სად მოხდა? არქეოლოგიაზე. გოგო, სამედიცინოზე არ უნდა და ბავშვს. ორი ქულა, ხო. მეც მაგას არ ვიძახი, გოგო, არქეოლოგები გვჭირდება ჩვენ საქართველოში. ისეთი ისტორია გვაქვს. ხო. პაციენტის გარდაცვალებაზე დარდი არ მოუწევს ლიკუნას. ყველა ვისაც ნახავს უკვე მკვდარი იქნება. ვასოს დამოხვეწილა ჯავახიშვილში ბიზნესზე. დედა რა კაია როგორ მადარდებდა კაცო ეგ ბავშვი. დედამისმა მან რო ვერ მოხვდეს, თმები უნდა გადავაცალო. მაინც იცრია თმები დედამისმა. დედა რატო კაცო? გრანიტი ვერ აიღო. გრანიტი არა კრამიტი. მიდი გარკვე მეორე სართულის ლუკამ რაქნა სად მოხვდა და აიღო თუ არა გრანიტი. ბრეკავ. სევდა როგორ ახარ? ინგავარ. გოგო ბრაქნა გივიკო აბა. აი წარმატებაც მაგას ქვია რა. ვაიმე როგორ გამიხარდა. მიულოცე ინგა დეიდამ დაგირე. ხო. კაი. დედა აი ნიჭიერი ბიჭი რა. სამხედრო უნივერსიტეტში მოხვედრილა ერთწლიან სავალდებულო პროგრამაზე. ხოჩახ. მაგას მეორენერად ჯარში წასვლა ქვია. იტყუება ესე იგი ჩაიჭრე შენი გივიყო და ჯარში მიყავთ. ანასტასია გავარკვიე. მეორე სართულის ლუკამ აიღო 100-იანი გრანიტი ილიაში. მართლა ძალიან კარგი. თეკლე შეგვიძლია რომ მიწერო ლუკას გამართლა მოლოდინები. როგორ მაინტერესებს ლიკუნამ რაქნა ჩვენი კარის მეზობელმა, მაგრამ სოფელში არიან წასულები და ვერ ურეკავ. გეგონოს შენ. 3 წლის წინ მაგის უპროჭი და რო ვერ მოეწყო უმაღლესში, მაშინაც სოფელში იყვნენ ეგენი წასულები. გიღავს ახლა წინახევრის ბავშვი. ინგა ნეტა ტეპნაძეების ბიჭმა რაქნა როგორ მაინტერესებდა და ვერ გავიგე. მერე მეგეთ გოგო რა პრობლემა? ომარიკო, ეგრვეული მომაწოდე რა. რომელი? აი დავთარი რო აწერია. ხო ეს. მაინც არ გეტყვი ახლა. აი, ნო, პოჟორსოთ, ტატანაშვილი, ტეფნაძე გიორგი. აი, 50-იანი გრანტი ილიას უნივერსიტეტში. ხო, ილიაში. ინგა დეიდა, ომარიკო ჩხუბში მოყვა და ვერ ვაშველებთ. ვაიმე, რა ხდება ომარიკო? რა დღეში ხართ, კაცო? გამოდი აქეთ, რა მოხდა? დებილი ბავშვი. დამალობანად სამაშობდით და ჯერ ჩამიშვა და მე ბავშვებს ჩემი საიდუმლო სამალავი უთხრა. ქართული არის მისთან და დებილივით იქცევა. Артём, что ты делаешь? Что там происходит? Мачен. Что происходит? Да, იშხუბეს ბავშვებმა შემოხეული აქვს ჩემსაც მაისური შეხედეთ ერთი. მაგრამ რუსებს რა უნდა ველაპარაკობ, გავიგე. მართალია ომარიკო ინგა დეიდა. არტიომამ ჩაუშვა და მე ეღრიჯებოდა კიდე. ხო, რო ვერ მიპოვა ლიციმ, არტიომა ეუბნებოდა ვოტამო. Мой сын никогда бы его не ударил. Что вы говорите, ეხა რაც ქვია, კაცო? არ დაარტყავდა ბავშვს. დასინიაკებული აქვს ხელი ჩემსაც. მაჩვენე ომარიკო. Вот, посмотри. 1 синяк, 2, 3. Видишь? Боже мой. Артём, я расскажу об этом твоему отцу. Мамамის რო უთხრა ხო რაცა თავს მოიკლავს ახლა რა ბავშვისთვის. გეგონება არ იცის. Он всегда водка пьют. და საერთოდ არ უყურებს თავის შვილს. ხო შვილო, ეგეთი ხალხია რუსები, ვეგენიარს თავისას უყურებენ და არ ცხვისაც კიდე ზაღლდაღორია ჩამოსული და. არ ვიცი, მეორე აღარ დავინახო ესეთი რაღაცა მოხდა, სწორედ პოლიციაში დავრეკავ უკვე რა. Пойдём домой, Артём. აცი აღარ ვათამაშებ ჩვენთან. უკრაინელი ვარო, თავიდან მოგვატყუა, თურმე რუსი ყოფილა. ადექი წამოდი ომარიკო და გამოიწვალებ და ხეული მაიკამერე ჩამოდი. იქნება დაგიკემსო და რა ვიცი თუ რაღაცა იატაკის სტილოდ გამოვიყენებ მერე. თქვენ კიდე ბავშვებო რო დაინახავთ კაცო ამ რუსებს, გამოეცალეთ, გამოერდეთ და ნუეთამაშებით კაცო. თქვენი აკაურობა მაგათი კი არა. კი, ასე ცუდად რო ვარ ეხლა, კაცო ფილ შემიწვავ. შეგიწვავ ხო, წამოდი. ვასოდალიზის წამოვლი. წამოდით ბავშვებო თქვენ ცხოვრა თქმა უნდა. ჩემო ჯახში როგორ შეიძლება თქვენ გარეშე კარტოფილი. გამიძახით მიდი წინ. საგემატება შენ სიდიაკები ვატყობს ახლა. აუ როგორ ველიტა რო გვიანებენ და ველოდები რა. ნახევარსაათის წინ ხო დავრეკე გამოვედია მითხე, მაგრამ მოშებული წყოს ხამეს მოდა ტელეფონში. აბონეში იყო უეჭველი. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მალე მოვა. გოგო ის გიგაყარალაშვილი რამდენი ხანია თურქეთში ტიპი გულაობს რა. გოგო სამკურნალო დააიქცასული მანდ. არიცოდიე, გეკტიპის უმოსაწევის თემებში იყო, ხან პლანს ეწეოდა ექსასტავი და ხან რას და ტვინში რაღაცა დაუძიან და ნეიროქირურგების თემებში დადიან სულ. არ უნდა მომბობდი, მაგრამ ხისია ეგეთი ადამიანი. 16 წლიდან რო პლანის მოწევას დაიწყებ, გეტყობა რაც ხარ რა. მოვედი და ძალიან უნდა მაპატიოთ, მაგრამ ისეთი ამბავი მოვიტანე, ყველაფერი დაგავიწყდებათ.
იმედია გუგა ყარალაშვილის თურქეთის ამბები არ არის. ეგ უკვე ვიცით. ნუ მე ვიცოდი და ამან ახლა გაიგო. რა სამყურებლად რო თურქეთში, ეგ როგორ არის ცოდი გოგო? მოკლედ. ოქროშული ფეხძიმედა. აუ ეხლა შეიძლება შოკისგან გავქვავდი. ვისგან როგორ სად? კითხვისა. აუ ეგ გადაცემა არ არის? ძალიან განათლებული ხალხი როდის და კითხვებს პასუხობენ. ვისგან როგორ სად? ეგ არის რა, სად რუდის? ნუ ხო, წყობამერია უბრალოდ ძალიან დიდი ბოდიში. და ეგ ამბავი გავიგე შენ კორპუსთან ანასტასია. შენ მეზობლად ლაბრაკობდი რა ჩამოვიარე. ხათაო, ანასტასია დედა შენ მარაფერი არ იცის ნეტა? არ ვიცი, მაგრამ გავარკვევ. აუ ხო რა. მოდი. თუქშია სამზარეულოში არის საჭმელი გავაკეთე და გაიცხელე. არა, არ მშია. რა ხდება აბა ინგა? სახლში, კორპუსში, უბანში რავი. არაფერი რა ვიცი, ისეთი არაფერი. ბაიმე, შენ კლასელ ოქროაშვილზე გაიგე? რა უნდა გამიგო რა მოხდა? გამოხდა და გითხრა ახლა. წეღან ვიყავი მაღაზიაში ჩასული მეზობლები ლაპარაკობდნენ სადაბაზოსთან და გავიგე. თურმე მაგ შენ ოქროაშვილს მეორე სართულზე რომ მოტეხილი კიბის საფეხურია. დაცდენია საწყალს, ფეხი დაგორებულა ამ კიბებზე და შეასწრა თურმე ამ ჩეხვაძეების კარებს. ხო, ფეხის მძიმე მოტეხილობა აქვს. რა სამბობ? მოიცა რა თქვი რა აქვს? ფეხის მძიმე მოტეხილობაო. ფეხის მძიმე. აუ თიკლერა შტირი ხარ რა. გიმიძინება უკვე. ბაიმე დედა. რა ხდება? ბაიმე, ტუალეტში გავდიოდი და უნიტაზზე ვიღაცის მე მგონი სეპტემბერში ჩუქიც ვეღარავანთე. რა ვიღაცის? ეხლა ვიჭოლა გიბარ და საყიდან წავალ. ომარიკო ხო არ არის? არა, ომარიკო წინავს რა ხანია. როგორ შემეში და აშკარად რაღაცა სილუეტი დავინახე რა, ადექ წამოდი გამომყევი. და შემეში და ლამის აღარ დამჭირდა ტუალეტში წავდიოდი. მისმინე ვიდეო ჯუსტი ისროლია ბოლოსკენ და თუ უკან გესრულა ის იგი ვიღაცა. წამოდი რაც არის ეგ არის მეშევალ, ოღონდ წინ შენი არე. შენ თუ შედიხარ წინ რატოვიარო? რა საკეთე? ბაიმე დედა. რა იყო მარიკო გული გამისკდა, ვერ გავიგე. ტუალეტში შედიხართ? არა დაგიდგმობთ, შედიმიდი. კაი. და არავინ არ ყოფილა კაცო. წამოდი დაიძინე ერთი მეც დავწვევი და დამშვიდი ახლა ცოტა. კაი მეწავედი ვიძინებ. ბაიმე მიშველეთ. რა მოხდა ვინ არის? არა არაფერი დასაკეთე სარეცხი დამეყრია საწოლზე და მე მეგონა ვიღაცა იწვა. მიდი დაიძინე ხო. ომარიკო გადი ბახჩაში კიტრი მოკრიფე 3-4 წელი და სალათი დამჭრა. გაინძარე მიდეთ ვანსა. მეზობელმა ხომ მოიტანა დილით კიტრი შეიჭამა ის უკვე? კაი გოგო რა კიტრია გიყო გამაგებინებ მწარე და უგემური. რა ქნა ახლა მაგით მოგვიკითხა თუ პატები გვცა ნეტა ციურის მოკითხული არ გაიშვა არსად. აჰა მოვიტანე. ლამის გავიხლათე იმ თოკებში. შენ ზგუში რო გავიჭედე კაცო მაგ თოკებში 20 წუთი მოვანდოვე ბოსტიდან გამოსვლას. ზია, საერთაღართ. მოდი კუკურიძია, მოდი. აქეთ ვართ. რა არის კუკური ხომ შედობაა? შედობა არის გოგო ეს დაკიდოვებია ბოსტის გარები ღია და გამოგცეულა შენი ძროხები. გოგიდან და ბიჭებმა მოაბრუნე ნაგები სოფლის ბოლოდან. ჩემი სეკონდი რა დამჭოკარები ხი წავლა თავკეთა კვირტეთა. ბაინო კუკურიძია არ დაჯდები სალათი, კარტოფილი რაღაც. შვილო მიირთვით არ შეწუხდები და წავიდე მე საქმეები მაგდა. კაი. ციურის მადლობა გადაიცი უგემრიელესი კიტრი მოგვართვა დილით. ხო. ამ კაცი იძახიან ძალიან ჭკვიანია, ვარ და რო შეხედავ ერთ ჩაულებრივი კაცია. ვინ კუკური? კუკური ტვინითაა სავზე რა სამბო. ფიზიკა მათემატიკოსი კაცი სოფლის სკოლაში ასწავლიდა. ძმაკაცობდა კოტებაყასთანაც, ხო? დიანო ამ კაცმა მათემატიკა იცის კარგად. რა მაგარია. გეუბნები კაცო ფიზიკა მათემატიკოსი ტვინი გადმოდის, კაც. ადრე ესენი ცხოვრობდნენ ქვემოთ ამ ხარეს, მდინარესთან, მე საწყლებს ხანძარი გაუჩნდათ და დაეწვათ ყველაფერი სულ. მდინარესთან შავი დამწვარი სახლი როა მაგათი იყო? ეხლა თხუნელე ცხოვრობს მაგ სახლში გუში დათია მეუბნეოდა. ინგა სად იყო ბავშვი, სად იყო? მართლა თხუნელე სხვა ყავდა ჩაყლაპული. სულელი. წასულა კაცო კუკურისთან, წაუღია მათემატიკის წიგნი და ამოუხსნებინები ამოცანებს საწყალი კაცისთვის, ვისაც მთელი ცხოვრება ცხვრებს და ვაშლებს იტულის, ამა კიდე ამოცანებს შეთვლებინა რა. უნდა მოგელანდონე შენ. აუ მე თუ სამ დამსუსხა. მე ხო გითხარ აქეთ იბანავე მეთქი. სეზონია მედუზებისთან. ომერიკო კრემი მომაწოდი რა სტაფილოს ფერი. კრემი აღარ არის. თევზებს ვაჭამი. რა თევზებს აჭამი? ჩემი 18 ლარიანი კრემი. ვერ არის ეს რა. სიმინდი, კუკურუზა. სიმინდის ქალი ბოდი. სიმინდი.
აქეთ რა ღირს 5 ლარი 1 წალი და 3 წელს მოგცემ 12 ლარში 10 ლარი და წავიღებ თან მარილი დაგეზოგება ჩემი მაგ წამოღებული სალფეტკით მომეწოდი აბა სიმინდი ომარიკო მარილის ვერ წაიღე თევზებს ვაჭამე სულ გამოეცალა ტვინი ამბობს ბიჭო იმდენი მარილია ამ ზღვაში მაგეთ გაჭმევენ თევზები კაცო დავჭიდე ხლა ასე უმარილოდ მარაფის გიმოარა აქ სიმინდს რა შტერი ბავშვია რა უმარილო სიმინდს აქ წავჭამდი საწავიდე ომარიკო გამოდი აქეთ ერთი შენი ჭირიმენ უიხრუკები მაგ მზეზე რა გემრიელ აღჭამ შენ მაქსიმინს კაია უმარილოდ არ არის უმარილო ზღვაში ამოვავლე და ეხლა მარილიანია უმეწამდება ეს ხო ბიბუ ჩვენ ჩამოვიდეთ სოფელში ალბათ 25-ის მერი თუნდაც გოგო როგორ მაჯობა ვირგები სოფელში ჩემს ედრი ჩამოვიდა რა უნდა მაგის მასაყუდრება ხო დამყალა კიდე კაცო ავდგები და გავუგზავნი ომარიკოს ახლა და იქ იქნება მე მარტო არცად არ წავალ ვზებებო სულ სამომხდით იქ ნაკვეთებში და ნახევში სიარულით ერთი წამი გაჩუმდით ხო კაი მიგანახე მე თეონეს გოგოს ნომერი და დაურეკავ დევილაპარაკები ქართულად მიგანახე სოროკ ჩიტირი რა არის ანასტასია რას აპირებ შენ მოგცემენ შვებულება ასე წავსულიყავით სოფელში წესით კი 25-ის მერე ეხლა ნინია გასული შვებულებაში ნოვატორში ხო რაღაც რეგისტრაციები მიდის და მაგას არ ყვევდა უნდა რომ დარეგისტრირდეს მანდ და მე მეავიღებ ძერ სკოლიდან რო ვისვენებ ესე იგი მიჩვებულება მომცეს არ დადეგები ქვია მაგას და ძალიან მოდუნდი შენ გორაო მთელი დღე დივანზე და ალალი იქნება შენზე სოფელი მოგატოროს ეთებია შენმა ყველაფერი ხო მე შეიძლება ვერ მოვახერხო სოფელში წამოსვლა არა უშავს თქვენ წადით კი მაგ ჭკუაზე ვარ თუ სახში დაგტოვოთ ერთი კვირა მარტო ან ხანძარი გაჩნდება თუ სახლი დაინგრევა მთლიანად რა გინდა გეგონება პირველად ვჩები მარტო დედა რო წავა ხოლმე და ჩემ თავს გიწოვებს შენს გადიხარ და მარტო მწოვებ ხოლმე მაინც სულ რა აზრი აქვს მოდი ხე არ გვინდა მთის განხილვა კიდე ბებურეკავს გისმენ რა თუნეს გოგოს დაურეკ როდის მოვასწრებდი გისაყვედურებენ არა ის რა გატიდებს გოგეშტები ახლა და ვერიკოს უთქვამ შენი ქმნისთვის რომ მეწი ყურადღება მიგექცია საყვარელს არ გაიჩენდაო დედა სვეიკრი თუ როგორ არის გოგო ეგ სლეი κουინ ხო სლეი κουინ ამათი რაღაცა არა ვიცი მაგის გამო დაჭამეს ერთმანეთი რომ გამოვეცა დარბაზოში სუთმები აყარა ეს ეყავდათ ერთმანეთი დაპუტული კაი გოგო ინტელექტოები განათლება კიდე ნული გაჩერდი ახლა რა ჩემი შვილები რა ვიცი აგერ ერთი უნივერსიტეტშია მეორე მოსწავლეა ნოვატორში სწავლობდა და ახლა ისეთ ხალხში იყო იქ დაფრინავენ ეგენი პროგრამირებებში და მარკეტინგებში აუ ვერიკო ძალიან მაგარი ქალია თეკლა რო სწორობდა შაშა ნოვატორში მაგას შეშურდა და წელს თავი შვილი ჩაწერა მანდ ეხლა ხო ნოვატორში რაღაც რეგისტრაციებია თეკლა მოწონდა სარძლუთაც დიდი ამბავია ახლა ისე შენს რომ მოეწონო ძლად ვიღაცას არ იქნება ცუდი რა სარძლოთ ეგ ხამაკლია გაუნათლებელი და უკარიერო გავთხოვდი ვერ ხედავ როგორი დროა ყველა გოგოს უნდა ქონდეს თავის საქმე და განათლება ეგ კი მართალია მე ძალიან ადრე გავთხოვდი და ვერ ვისწავლი ინსტიტუტში მე ბავშვი როდის ეს წამოიზარდა და მუშაობითაც არ მიმუშავია ხო არა კაცო ადრე გათხოვება არა ვიხუმრე ახლა თან ანასტასიას შეყვარებულიც არ აღავს ხო არა ყავდი და გარდაიცვალა თუ გახსოვს ამიტომ ჯერ ჰილინგის პროცესში უნდა გავიარო ხო გესმის მესმის კაცო რას ამბობ ახლა ხო ჰილინგი როგორ მახსოვს რამდენი მცდელობა იყო და ბოლოს complicated relationship-ი გქონდა რა გქონდათ შენ